საქართველოს ვარსკვლავს წარმოგიდგენთ ბილაინი. ბილაინი, გადმოდი ნათელ მხარეზე. დიფარფი ჩემს ცნობიერებაში პირველად გაჩნდა მაშინ, როცა მამაჩემმა მომასმენა რამდენიმე სიმღერა და რას წარმოვიდგენდი, რომ გადის ბევრი წელი და მე ვზივარ დიფარფთან და იანგილანს ვეკითხები თუ როგორ შევასრულო მისი სიმღერა. სანამ ჩემს ხმას აღმოვაჩენდი დიფარფში 1979 წელს. მანამდე ვბაძავდი ყველას. შემდეგ დავიწყე გაანალიზება, რომ რამდენიც არ უნდა მეცადა ვიღაცის მსგავსად მემღერა. ნამდვილი ემოცია ჩემს საკუთარ ხმაში იყო. როცა მაყურებელი მოგისმენს, ისინი არც ჩემზე და არც დიფარფლზე იფიქრებენ. ისინი იფიქრებენ მხოლოდ შენ ხმაზე. დაიმახსოვრე, ყველა იღებს ერთმანეთისგან რაღაცებს. თუმცა საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ხარ ის, რაც გიყვარს. იყავი შენი ნამდვილი მე. უფრო მნიშვნელოვანია იყო ნომერ პირველი საკუთარი თავი, ვიდრე 577 იანგილა. თუმცა ეგეც კარგია პრინციპში. ლევან მასპინძალაშვილი. If you're leaving, close the door. I'm not expecting people anymore. Hear me grieving, lying on your floor. Whether I'm drunk or dead, I really ain't too sure. I'm a blind man. I'm a blind man. And my world is pale. When a blind man cries, alone to know there ain't no set or tail. Had a friend once in a room. Had a good time, but it ended much too soon. In a cold mouth, in that room, we find a reason for the things we had to do. I'm a blind man. I'm a blind man. And my romance cold. When a blind man cries alone, you know there ain't no set or tail. And I'm a blind man. And I'm a blind man. And my room is cold. When a blind man cries alone, you know there ain't no set or ლევან მასპინძალაშვილი. ლევან, როკი ნამდვილად შენი სტილია. მე მგონი ჟიურით დამეთანხმება, ბატონ
ან ზაზამ, რა სიტყვით? ლევან, შენ წინა ტურში ნამდვილი ფურორი მოახდინე ნინო ქათამაძის სიმღერის შესრულები და დღეს ასევე საოცარი ტრანსფორმაცია მოახდინე და შენ საოცრად გაითავისე Deep Purple-ისთვის არატიპიური, არადამახასიათებელი ეს სიმღერა, რომელიც თავისთავად არის შესანიშნავი ფილოსოფიურად ნაღვლიანი როკ ბალადა, რომელსაც ძალიან მოუხდა შენი ხმის ტემბრი და ეს სიმღერა აი ამ ხმის ტემბრის გამო ჟღერდა არა როგორც ქავერი, არამედ როგორც შენი საკუთარი ორიგინალური ნაწარმოები და მე ძალიან კმაყოფილი ვარ შენი დღევანდელი შესრულებით და მინდა ერთი რამ გითხრა, ლევან. ძალიან მინდა რომ მალე ჩემს მუსიკალურ კოლექციაში მქონდეს შენი ახალი CD ალბომი. ძალიან მალე. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ბატონო მიშა. Yes. ლევან, როცა პირველად ეს კონკურსი იწყებოდა და მოვისმინეთ პირველად შენი შესრულება, ჩვენ ფიქრობდით, ხო, ასეთი შიში რომ ეს შენი ხმა ხომ არ იქნებოდა შემზღუდავი შენთვის და ხوار შეგზღუდავდა და რაც დრო გადის ტურიდან ტურამდე ჩვენ ნახეთ რომ შენი მღერე სილი, იმღერე System of a Down, იმღერე reggae, დღეს Deep Purple იმღერე აბსოლუტურად ყველა მიმართულებით აჟღერებ ამ შეხმას და დღეს მე მივხვდი რომ შენი ხმა არის ის მარწყვი რომელიც დევს აი იმ დიქტორზე რასაც შენი მუსიკალური ინტელექტი ქვია და აი ის დეტალი არის რომელიც ალამაზებს და უხდება ყველაფერს ზღუდავს კი არა პირიქით ეს არის ზუსტად ის არის რაც უნდა იყოს და მე მინდა უბრალოდ მადლობა გადაუხადო ღმერთს თუ უზენაეს გონს თუ იმ რაღაც უმაღლეს მათემატიკურ კანონზომიერებას რამაც შენ მოგიყვანა აქ ამ კონკურსში იმიტომ რომ იმის გამოც რომ შენც ხარ ამ კონკურსში მე შემიძლია თამამად ვქვა რომ აღმოსავლეთ ევროპაში ალბათ ასეთი მაღალი დონის ვოკალური კონკურსი არ ჩატარებულა ტელევიზორში უღრმესი მადლობა უღრმესი დიდი მადლობა მიშას ნინი ლევან პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ არა მარტო შენ მთლიანად კონკურსანტებს რომ მოგეცათ საშუალება რომ შეხვედროდით ესეთ დიდ ლეგენდებს და გასაუბრებოდით მათ და მათი მასტერკლასი გაგეარათ პირველ რიგში ამას გილოცავ დღევანდელ გამოსვლას მე აღმოვაჩინე რომ თურმე შენ აი აქ ითქვა და კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ თურმე შენ გქონია ძალიან დიდი დიაპაზონი რომელიც მე ნამდვილად არ მეგონა და აღმოვაჩინე უკვე მესამე კონცერტია ვარ აღფრთოვანებული, იმიტომ რომ ვიცოდი რომ გაქვს არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი, მაგრამ ამხელა დიაპაზონი თუ ქონდა ნამდვილად არ მეგონა. ძალიან კარგი გამოსვლა იყო, ძალიან. რაც დრო გადის, მით უფრო ვოცდები შენი ყოველი გამოსვლით. და მინდა რომ ესე გააგრძელო და მიაღწიო ნამდვილ აი ვარსკვლავობამდე, რაც ნამდვილად ვიცით, რაც გინდა და ჩაფიქრებული გაქვს. გილოცავ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მაგარი მუსიკალური კონკურსი. და კონკურსანტი მომავალი ვარსკვლავი ლევან მასპინძელაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მე კი მიმართავ ჩვენს მაყურებელს. ლევანი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ არის ტოპ 5-ეულის წევრი. მას ისე როგორც არასდროს უნდა გააგრძელოს ეს ბრძოლა საქართველოს ვარსკვლავისთვის. ამიტომ ახლავე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ლევანს ნომერზე 0980 თან ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტმა, იმიტომ რომ ბილაინმა მოგვცა ამის საშუალება, მაგრამ SMS-ები არ მიიღება, ხოლო ზარებით შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა თქვენი ფავორიტის მიმართ და გავაცილოთ ლევან მასპინძელაშვილი.